ასევე ტურების გაყიდვა და გიდების მომსახურება. კომპანია ბილაინის საკალათბურთო ლიგასთან ერთად საუნივერსიტეტო ტურნირს აწყობს. ტურნირში მონაწილეობას 10 უნივერსიტეტი მიიღებს და მისი მიზანი სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. დღეს გუნდურ თამაშს კლუბ აკადემიას დარბაზში სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ვეტერანი კალათბურთელები და ბილაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არის რომ უნივერსიტეტში მოგვაწია ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება სხვადასხვა სპორტის სახეობაში თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და ამ პერიოდში როდესაც საუნივერსიტეტო ცხოვრება დაკავებული იყვნენ სპორტით. ეს არის ერთ-ერთი სახეობა კალათბურთი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის და უმაღლესობებს შორის ტარდება ჩემპიონატის საუნივერსიტეტო ფარგლებში, საქართველოში უნივერსიადის ფარგლებში და აქ მონაწილეობას ღებულობენ ის ახალგაზრდები, ის სპორტსმენები, რომლებსაც საშუალება არ აქვს ეს სხვადასხვა მიზეზების გამო ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის. ბილაინი განაგრძობს სპორტული ინიციატივების მხარდაჭერას. ეს არის ერთ-ერთი აქცია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის აქციის სპორტინათა მხარეზე ფარგლებში. დღეს ჩვენ სპორტის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ ჩაგვეყარა ძალიან საინტერესო ინიციატივისთვის საფუძველი, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის შექმნას, რომელშიც 10 უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, იმიტომ რომ თვითონ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის საუკეთესო საშუალება არის მათი ჩართვა, სტუდენტების ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში. ქართველი მებრძოლების წარმატება ერევანში გამართულ 8 კუთხედში მებრძოლთა მე-9 სარეიტინგო შეჯიბრში